მომავალი წლიდან პიროტექნიკის რეალიზაცია გამოყენების ახალი წესები ამოქმედდება. ოცნების არგუმენტების, რომ ამას ადამიანების უსაფრთხოების, ჯანმრთელობის, გარემოს დაცვის და ცხოველთა დაცვის გამოაკეთებენ, სპეციალისტებს არ სჯერათ. კონტრარგუმენტად მოყავთ აქციებზე მოქალაქეების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალითა და კანონდარღვევით გამოყენებული წიწაკიანი წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი, რომლის მავნებლობასთან მათივე შეფასებით ფოიერვერკის რისკები არაფერია. ეს აგროს ეხლებია მე ბელა გელაშვილი ვარ და გიყვებით ყველაფერს, რაც აგროს და გარემოს ეხება. დღევანდელ გადაცემაში ნახავთ. მთავრობამ ადამიანების, ცხოველების და გარემოს დაცვის არგუმენტით პიროტექნიკის ლიცენზირება წელს გადაწყვიტა, მაშინ როცა იმავე არგუმენტებით პიროტექნიკის აკრძალვა სწლებია საზოგადოების ნაწილის საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით ითხოვდა. სპეციალისტების შეფასებით ოცნების არგუმენტებს დამაჯერებლობა აკლია, განსაკუთრებით იმ აქციების ფონზე, სადაც სწორედ მმართველი ძალის მიერ სრულად იგნორირებულია ადამიანის უფლებები, საზოგადოებრივი უსაფრთხოება, ცხოველთა და გარემოს დაცვითი ნორმებიც. რა რისკია ადამიანებისთვის, ცხოველებისთვის, გარემოსთვის ერთი მხრივ ფოიერვერკები, მეორე მხრივ წიწაკიანი წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი. პიროტექნიკის წვლილი კლიმატის ცვლილებაში, რომელი უკეთესია, აკრძალვა თუ ლიცენზირება, მედიკოსების, გარემოს დამცველების, ცხოველთა უფლებადამცველების შეფასებები, აქროს სიახლეებში. 28 ნოემბრიდან დაწყებულ აქციებზე დემონსტრანტების მხრიდან ფოიერვერკის გამოყენების გამო საქართველოში პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტი, ექსპორტი, წარმოება და რეალიზაცია მხოლოდ სპეციალური ნებართვა ლიცენზიის საფუძველზე იქნება დასაშვები. კანონპროექტი დააინიცირა ქართულმა ოცნებამ. რეგულაციების ნაწილის ამოქმედება 2025 წლის 1 თებერვლიდან იგეგმება, ნაწილი 1 აპრილიდან შევა ძალაში, ანუ ახალ 2025 წელს საქართველოს კვლავ ფოიერვერკის ჭარბი გამოყენებით შეხვდება. ახალ წელთან დაკავშირებულ გარემოს დაცვით საკითხებზე ჩვენ ცალკე გადაცემას შემოგთავაზებთ, მანამდე გეტყვით, რომ პიროტექნიკასთან დაკავშირებულ ყველა ტიპის ნებართვას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტო გასცემს. პიროტექნიკური ნაწარმის წარმოების, რეალიზაციის, იმპორტის, ექსპორტის ნებართვის საფასური 200 ლარით განისაზღვრება. ნებართვის 20 სამუშაო დღის ვადაში მიღება 500 ლარი, 10 სამუშაო დღეში კი 1000 ლარი ჯდება. კანონით გათვალისწინებული ნებართვა ლიცენზიის გარეშე პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტი, ექსპორტი, წარმოება და რეალიზაცია დასჯადი იქნება და გამოიწვევს დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით. სანქციის სახით 6000 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა წესდება ამ ქმედების განმეორებით ჩადენისთვის. სანქციის შორის გახლავთ საგნის კონფისკაციაც. პიროტექნიკური ნაწარმის იმ პირისთვის მიყიდვა, ვისაც კანონმდებლობის შესაბამისად მისი ფლობა გამოყენების უფლება არ აქვს, გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით, ხოლო სანქციის სახით 3000 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა წესდება დასახელებული ქმედების განმეორებით ჩადენისას. დასჯადი იქნება პიროტექნიკური ნაწარმის შეძენა, ფლობა ან გამოყენება იმ პირის მიერ, ვისაც კანონმდებლობის შესაბამისად მისი შეძენის, ფლობის და გამოყენების უფლება არ ექნება. ეს გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორებით ჩადენისთვის ჯარიმის ოდენობა 2000 ლარით განისაზღვრა. გარდა ამისა, ფეთქებადი, ადვილადაალებადი, მწვავე ნივთიერების ან პიროტექნიკური ნაწარმის აღრიცხვის შენახვის, გადაზიდვის ან გამოყენების წესის დარღვევა, აგრეთვე მისი უკანონო გადაგზავნა ფოსტით ან ბარგით, რაც მძიმე შედეგს გამოიწვევს, სისხლის სამართლის წესით, ჯარიმით ან შინაპატიმრობით დაისჯება ვადით 6 თვიდან 2 წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 5 წლამდე. პიროტექნიკისა და ნიღბების ტარება იკრძალება აქციებსა და მანიფესტაციებზე. სურთ აკრძალონ ლაზერებიც. გაჟღერდა ამ ყველაფრის არა მხოლოდ აქციებსა და მანიფესტაციებზე, არამედ თავშეყრის ადგილებში გამოყენების აკრძალვაც. მიზეზად ევროკავშირის დირექტივის შესრულება, ადამიანების უსაფრთხოება, ჰარის დაბინძურება და გარემოს დაცვა, ასევე პიროტექნიკასთან დაკავშირებით ცხოველთა უფლებების დაცვაც კი დასახელდა. მე თითოეული ამ საკითხისადმი იმ კითხვის ნიშნებს და ეჭვებს წამოვწევ ამ გადაცემაში, რაც საზოგადოებასა და ექსპერტულ წრეში ჩნდება, თუმცა მანამდე მინდა მოვისმინოთ თავად ოცნების განმარტება, რატომ და რა მიზნით შეიმუშავეს ეს რეგულაციები. მოქნილი იმისთვის უნდა იყოს საკანონმდებლო ორგანო, როდესაც სახეში ესვრიან პოლიციელს და სამართალდამცველს, პიროტექნიკას, ცეცხლს
და ძიმე დაზიანებებს იღებენ პოლიციელები, მართალია მას არავინ არ გმობს მე გარდა ხალხისა, ვის ოდნავ მაინც ობიექტურად ფიქრობს და სუბიექტურად მოფიქრალი ბევრი ნახეთ ამ ქვეყანაში, შესაბამისად გამოწვევა დგება დღის წესრიგში, რომ ამისგან უნდა დავიცვათ სახელმწიფოც, პოლიციელიც და ის ხალხი, რომლებიც თავის სამშობლოს და სახელმწიფოს რეალურად ემსახურებიან. მაგრამ აქ სამშობლოს მსახურებაში არ არის მარტო საქმე. ჩვენი სამართალდამცველები უნდა დავიცვათ ისეთი ახალი ტენდენციებისგან, რომლის მიხედვითაც თურმე პიროტექნიკა არ ყოფილა საფრთხის შემცველი, თურმე არაზიანის დამწვრობა, სხეულის დაზიანება კი არ ყოფილა, ეს მოგჩვენებია ყოველს ჩვენ და ეს თურმე არაფერი არის, მაგრამ რეალურად ეს ადამიანები შეიძლება წარუშელი შამებისთვის და იარებისთვის გაწირეს. შესაბამისად ამას დაცვა ჭირდება და ბუნებრივია ამ გამოწვევის შესაბამისად პარლამენტის მიიღებს შესაბამის ნორმას. ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ერთ-ერთი სახიფათო პროდუქტს წარმოადგენს პიროტექნიკური ნაწარმი, რომლის არასწორმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს მძიმე შედეგები, მათ შორის ადამიანის ფიზიკური დაზიანება, კიდურების დაკარგვა, თვალის დამწვრობა, ადამიანის გარდაცვალებაც კი და ასევე პიროტექნიკური ნაწარმის არასწორი გამოყენება ხშირ შემთხვევაში იწვევს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენასაც კი. განსაკუთრებით მოწყვლადი კი ამ მიმართულებით არიან არასრულწლოვნები, ბავშვები, რამდენადაც ისინი ყველაზე ხშირად იყენებენ პიროტექნიკურ ნაწარმს ადამიანის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის გარდა რისკებს ასევე გარემოს დაბინძურების მიმართულებითაც შეიცავს. ამავდროულად აღსანიშნავი არის, რომ ჩვენ გვაქვს ევროკავშირის დირექტივა, კერძოდ 2013/29, რომელიც ითვალისწინებს პიროტექნიკური ნაწარმის კატეგორიებად დაყოფას, მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელთაც დარეგულირდება პიროტექნიკური ნაწარმის საქართველოში იმპორტი, ექსპორტი, წარმოება და რეალიზაციის საკითხები. ეს არ არის თქვა ცეცხლსასროლი იარაღის ტოლფასი, მაგრამ ვიმეორებ ბევრი პიროტექნიკა არის ისეთი, რომელთაც ადამიანებს ელემენტარულად დააზიანებდა და ჩვენ ნახეთ არაერთი პოლიციელი სამწუხაროდ, რომელიც ამით ფიზიკურად დაზიანდა. შესაბამისად ეს რეგულაციები აუცილებელია. როდესაც ჩვენ გინდა რომ საჯაროდ გამოხატო პროტესტი, მაშინ იღები რატო გიკეთია? თუ შენ გინდა რაღაც პერფორმანსი გააკეთო, სახში გააკეთე ან კერძო სექტორში. შენ როცა გინდა რომ საჯაროდ დააფიქსირო შენი პროტესტი, საზოგადოებას რატო უმალავ შენ სახეს? გრცხვენია თუ არ გინდა რომ საზოგადოებამ გიცნოს, მაშინ ესე კი არ გინდა პროტესტი. ესე იგი სხვა ჩანაფიქრი გაქვს. დანაშაული გინდა ჩაიდინო და არ მოხდეს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან შენი იდენტიფიცირება. ამიტომაც როგორც სხვა ქვეყნებშია, ჩვენთანაც თუ შენ გამოდიხარ და აპროტესტებ რაიმე საკითხს, ამ შემთხვევაში აქ ეკრძალება ნიღბის გაკეთება. იმისათვის რომ ადამიანები არ ამოეფარონ ნიღბებს და ამით თავი არ დაიგულონ, რომ გართულდება მათი იდენტიფიცირება, მიზანშეწონილი არის, რომ რა თქმა უნდა ნიღბები გამოყენებული არ იყოს და აკრძალული იყოს შეკრებების და მანიფესტაციების დროს. ამავდროულად პრაქტიკა მაჩვენა, რომ ხშირია გამოყენებული ლაზერების, ეგრეთ წოდებული მინათებების, სანათების გამოყენება შეკრებების დროს, რომელიც თავისუფლი პრობლემებს წარმოშობს იმ ორგანოების საქმიანობის მიმართ, რომელთა პასუხისმგებლობაც არის, რომ ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა უზრუნველყოფილი იყოს. თავაზობთ, რომ ლაზერებიც არ იყოს დასაშვები შეკრებების დროს. მინდა ასეთი მოსაზრება შემოგთავაზოთ, რომ არა მარტო შეკრებისა და მანიფესტაციების ჩატარების ადგილას, არამედ აიკრძალოს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. დროსრულიად ლოგიკურია ის თუ იმართება პარლამენტის წინ აქცია, ფურცელაძის ქუჩაზე თუ შეიკრება რამოდენიმე ათეული და ასეული ადამიანი ნიღბიანი, ამას არავითარი რეაგირება თუ არ მოყვამას, მაშინ აღნიშნული კანონით სათანადოდ ვერ იმუშავებს. ამიტომ სრულიად ლოგიკურია, რომ ის ვრცელდებოდეს საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში. ოცნების ამ პათოსს არიზიარებს ექსპერტული საზოგადოება არც ერთ ასპექტში. მათთვის მოსმენილი განმარტებები არადამაჯერებელია. უპირველესად, ევროკავშირის დირექტივით აპელირება. პოლიტოლოგები ამბობენ, რომ დირექტივის მხოლოდ ზედაპირული ვითომ შესრულება და პარალელურად დასავლელი პარტნიორების ლანძღვა, უარგუმენტო დადანაშაულება და ანტიევროპული რიტორიკა ერთმანეთს გამორიცხავს. მათივე თქმით, ევროპული დირექტივის შესრულება არგუმენტად ვერაფრისთვის გამოდგება, როცა ქვეყანას ევროპული კურსი უბრალოდ აღარ აქვს. ოცნების მეორე არგუმენტი ადამიანების უსაფრთხოება გახლავთ. ამბობენ, რომ პიროტექნიკა ადამიანების ჯანმრთელობისთვის არის სერიოზული საფრთხე და ამაში მათ მედიკოსებისა და ჯანდაცვის სპეციალისტებიც
ეთანხმებიან. თუმცა ექიმები სწორედ ამ მიზეზით წლებია პიროტექნიკის სრულ აკრძალვას ითხოვენ. და ახლა აქვთ კითხვა, რატომ გახდა მაინდა-მაინც წელს ეს პრობლემა ხელისუფლებისთვის აქტუალური, რომლის მოგვარებას დაჩქარებული წესით ცდილობენ და რატომ არ იყო მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებო წინა წლებში, როცა ათობით მოქალაქეს სახი ჩრდებოდა საახალწლო პერიოდში. თუ აქციებზე გამოყენებული პიროტექნიკით პოლიციელების დაშავების რისკი უფრო საყურადღებო და მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ხელისუფლებისთვის, ვიდრე ათეულობით მოქალაქე, მეტწილად მცირეწლოვნები, რომლებიც წლების განმავლობაში დასახიჩრდნენ ახალ წელს იმ პიროტექნიკით, რომელიც მხოლოდ აქციებზე გამოყენების გამო აკრძალეს. მედიკოსები საუბრობენ იმ რისკებზე, რაც თან ახლავს იმ გაუგებარი ქიმიური ნივთიერებების მოქალაქეთა წინააღმდეგ გამოყენებას, რომლებსაც ძალოვანი უწყებები კანონდარღვევით იყენებენ. როგორ წირავს და რისთვის წირავს ოცნება პროევროპული აქციის მონაწილე ასობით 1000 მოქალაქეს ახალგაზრდებს მოვუსმინოთ ექიმ ალერგოლოგს. დღესდღეობით ხედავთ ძალიან არარეგულირებულ ლაკრიმატორების, ანუ ეგრეთ წოდებული ცრემლდენი საშუალებების გამოყენება და ეს მეორდება ყოველდღიურად, ძალიან დიდი რაოდენობით ხდება ასევე გამოყენება, რაც არის ძალიან საშიში ადამიანის ჯანმრთელობისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს საშუალებები გამოიყენება ადამიანთა დიდი მასის წინააღმდეგ და აგიხსნით რატომ. ეს საშუალებები არის მოწოდებული იმისთვის, რომ მოხდეს იმ მცირე ჯგუფების გაუნებელყოფა, რომლებიც მიტინგების დროს გამოირჩევიან განსაკუთრებული რეზისტენტობით, წინააღმდეგობით და მათი დაშლის სხვა საშუალებები ამოწურულია. დღეს რასაც ვხედავთ, ეს არის პირდაპირ მათი გამოყენება მშვიდობიანი მომიტინგეების საწინააღმდეგოდ და თანაც ადამიანთა დიდი რაოდენობის 100,000 და 200,000 არის ხოლმე მიტინგებზე. შესაბამისად, ამ თქვათ საშუალებების გამოყენება დასაშვებია მხოლოდ განსაზღვრული რაოდენობით და მცირე რაოდენობით და თანაც სწორი მოხმარების გზით უნდა იყოს მათი გამოყენება ძალოვანი სტრუქტურების მიერ. მათი პირდაპირ კოდირებული სახელებითაა, მაგალითად CNE, CSE, OC და ასე შემდეგ. ბევრნაირია სხვადასხვანაირი, რომლებიც წარმოადგენენ გამაღიზიანებელ საშუალებებს თავისი ბიოქიმიური მოქმედების თვალსაზრისით და ასევე ტკივილის მიმყენებელი საშუალებებია, ვინაიდან გამომუშავდება ეგრეთ წოდებული ბრადიკინინი, მაგალითად უმრავლეს შემთხვევაში, რომელიც იწვევს ძლიერ ტკივილს. შესაბამისად, ესენი გათვლილია იმისთვის, რომ მაგალითად 15-30 წუთის განმავლობაში იმოქმედოს და შემდეგ მათი ეფექტი უნდა გავიდეს, მაგრამ ეფექტი გავა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი მოცილდება იმ ადგილს. ეს არ არის გაზი, ის იწარმოება ფხნილის სახით, რომელიც ან მაღალი წნევით არის მოთავსებული იგივე ჭურვებში, რომლებიც ასე თქვათ შემდეგ უკვე მიიტანს ამ ფხნილს და გაიფრქვევა, ან ხდება წყალში განზავება, ოღონდ მცირე რაოდენობა წყალში და მათი გამოყენება როგორც აეროზოლი. და არა ის, რასაც ვხედავთ ჩვენს პირობებში, როდესაც ხდება ამ ნივთიერებების, მათ შორის წიწაკის სპრეი ზუსტად ამ ჯგუფს მიეკუთვნება, ერთ-ერთი მათგანია და ჩვენ ვხედავთ, რომ მისი მოთავსება ხდება წყლის სავზებში და შემდეგ წნევით გამოყენება ადამიანების წინააღმდეგ, რაც დაუშვებელია ნებისმიერი ინსტრუქციითა თუ კანონმდებლობით, რასაც ჩვენ ვხედავთ ყოველდღიურად, ეს არის კანონის დარღვევა. ეს არის სრულიად ახალი იარაღი, როდესაც შენ იყენებ ორ საშუალებას მიტინგების დაშლის, ეს არის წყლის ჭავლი ცალკე და ცალკე ეს ლაკრიმატორები და მათ ურევ ერთად, ეს უკვე შენქმნი თვითნაკეთ იარაღს, რომლის ეფექტის პროგნოზირება არ არის გათვლილი განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ასეთი რაოდენობა ადამიანის წინააღმდეგ იყენება.
სანამ ისევ პიროტექნიკას დავუბრუნდები, მინდა ისევ ექიმებს მოვუსმინოთ იმ რისკებზე, რაც თან ახლავს წიწაკის სპრეის, რომელიც აქციის დასაშლელად, უпростоრად დასარბევად, წყლის ჭავლში გაურიეს, რაც კანონით დაუშვებელია. მედიკოსები პირდაპირ საუბრობენ იმ რისკებზეც, რაც თან ახლავს ცრემლსადენ გაზის კაფსულების შორ პერიმეტრზე, ხალხმრავალ ადგილებში, განგებს როლას, რაც ასევე კანონით დაუშვებელია. რისკებთან ერთად მედიკოსები გაძლევენ რეკომენდაციებსაც მოვუსმინოთ ეკა ქურდაძეს, ტოქსიკოლოგს და ალერგოლოგს გიორგი კამკამიძეს. ძირითადად დემონსტრანტების დასაშლად გამოიყენება გამღიზიანებლები და გამღიზიანებლებში ერთ-ერთი შედის როგორც ახსენეთ წიწაკის სპრეი, რომლის საწყისია კაფსიკამი, რომელიც ადგილობრივ წვას იწვევს, საკმაოდ მტკივნეულია სხვათა შორის ეს როგორც კანისთვის, ასევე ლორწოვანი მით უმეტეს უფრო მგრძნობიარია და თვალში მოხვედრას ასუნთ გზებში მით უმეტეს პირის ღრუს საშუალებით. ცხვირს აქვს ბარიერი, რომელიც გვიცავს. ნაკლებად მოხვდეს, მაგრამ პანიკის დროს ძალიან მაღალი აქტივობა სირბილის შემთხვევაში ერთ-ერთი რისკია, რომ გაძლიერდეს სასუნთქი გზებით და პირის ღრუს საშუალებით ამ ნივთიერებების მოხვედრა და ლორწოვანის გაღიზიანების, ესე ვთქვათ, დამწრობის შედეგად ეს ზედაპირი საკმაოდ ზიანდება, ძალიან მტკივნეულია, შრება ლორწოვანი ჩვენი და ეს ხველა, რაც შემდგომ ადამიანს ეწყება და ეგრეთ წოდებული სპაზმი, რის გამოც ვიწროვდება სასუნთქი გზები, ეს არის ერთ-ერთი გართულება. ჩვენი ორგანიზმის თავდაცვითი რეაქცია ცემინება იქნება თუ ხველის სახით და ბუნებრივია, რაც უფრო ახლო მანძილიდან მოხდება კონტაქტი, რაც უფრო მშრალი იქნება ჩვენი ორგანიზმი, და არანაირი, ესე ვთქვათ, საშუალება დამცავი არ გვექნება, უფრო საზიანოა. ვამბობთ, რომ ნაკლებად პრობლემაა ეს ნივთიერებები, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ დიდი რაოდენობით მოხვდა ლორწოვანზე, თავის დროზე ვერ გაუწიეთ ადეკვატური დახმარება, წამოვიდა ანთება, იქ შეიძლება სიღრმე დაზიანების იყოს საკმაოდ, ესე ვთქვათ, ღრმა თვითონ ლორწოვანის. ამ შემთხვევაში ანთებითი პროცესი თუ არ მიიხედა თავის დროზე, რა თქმა უნდა, შეიძლება ადამიანმა მხედველობას დაკარგოს. თუ მით უმეტეს ისედაც აქვს მხედველობის პრობლემა, უფრო მეტი. ადამიანს, რომელსაც ამ დროს ლინზები უკეთია და ჩამობანვის შემთხვევაში, როცა მოხდება ასეთი ნივთიერებები, ლინზებიც უნდა მოიხსნას. არც ისე მარტივია ასე ვთქვათ, პანიკის დროს მათი მოხსნა, შემდგომში გამობანვა ან ჩვეულებრივი წყლით, ან ფიზიოლოგიურით 15-20 წუთი მაინც სჭირდება ირიგაციისთვის და რაც უფრო დიდხანს დარჩება ეს ნივთიერებები ჩვენს თვალზე და ლორწოვანზე, იქ რა თქმა უნდა, უფრო ღრმად მოხდება მათი ჩასვლა და პენეტრაცია და უფრო ღრმა შრეებს დაგვიზიანებს და იმ ღრმა შრეების დაზიანებას რამდენად შემდგომზე დაგვიანებულ ეტაპზე შეგვეძლება ამ ყველაფერს უმკურნალოდ დააღვადგინოთ, ეს ესე ვთქვათ, უკვე შემდგომში ინდივიდუალურად რა თქმა უნდა, კითხვის ნიშნის ქვეშ არის და შესაძლებელია მიგვიყვანოს სერიოზულ დაზიანებამ და ამიტომ არის აუცილებელი დროული, ასე ვთქვათ, დახმარება ადამიანების ადგილზე და შემდგომში თუ კი ვთქვათ, რაიმე რისკი გამოვლინდა დაზიანების და მხედველობა შეიძლება იქ დროებით დაკარგოს ადამიანმა ახალი შეფრქვავის დროს 30 წუთიც არის აღწერილი ამ შემთხვევების დროს, მაგრამ ის იყოს აღდგენადი თუ კი სწრაფად დავეხმარებით, მაგრამ თუ კი დაგვიანდა და გავიდა დრო იქ იზოლატორში გადაიყვანეს შემდგომ ეტაპზე და ხანგრძლივად არ მიიხედა, ასე ვთქვათ, არ მოხდა ჩარევა სამედიცინო პერსონალის, რა თქმა უნდა, ზიანი უფრო მეტი იქნება. ზედოზირების შემთხვევაში, თქვათ, ეს მოსალოდნელი მსუბუქი ზემოქმედება, ხო, მოკლევადიანი ზემოქმედება გადაიქცევა უკვე მძიმე ზემოქმედებად, რაც შეიძლება განაპირობებდეს. პირველი, ეს არის თვალის დაზიანება, თვალის იგივე რქოვანა გარსის დაზიანება და შესაძლოა თუ ძლიერი ზემოქმედება ამ შემთხვევაში დაუყოვნებელი სიბრმავე გამოიწვიოს. მეორე, ეს არის ცოტა უფრო ხანგრძლივ პერიოდში გლაუკომის განვითარება, რომელიც არის თვალიში და წნევის ცვლილება და ამანაც შეიძლება მომავალში მიიყვანოს სიბრმავემდე ადამიანი. მესამე, ეს არის ფილტვის უეცარი შეშუპება შეიძლება გამოიწვიოს, რაც არის ზოგიერთ შემთხვევაში ლეტალური, ანუ სასიკვდილო შედეგი. სწორი გამოყენება ამ ნივთიერებებისა არის მათი მცირეოდენობით გამოყენება ეპიზოდურად და არა მათი გამოყენება მაგალითად წყალთან შერევით, ასევე მაგალითად მე ვესწრებოდი თვითონ და გადმოყარეს მაგალითად რუსთაველის თეატრის
სხვენიდან ეს ჭურვები, ესეც რასაკვირველია, არანაირ ნორმას არ შეესაბამება და ასევე დამიზნებით პირდაპირ სახეში შეფრქვევა და განსაკუთრებით რა პრაქტიკაც ვნახეთ, ეს არის მაგალითად პოლიციის, ეგრეთ წოდებული პოლიციის, უნდა ვთქვათ, ეგრეთ წოდებულ მარშრუტკებში პირდაპირ შესხმა გაფრქვევა, როდესაც იქ იმყოფებიან უკვე ნაცემი ადამიანები, რომლებთაც ისედაც აქვს სუნთქვის პრობლემა, იქ უამრავი ადგილის შეშუპება არის უკვე განვითარებული, ეს ფაქტიურად არის შექმნა სრულიად ახალი წამების, ასე ვთქვათ, ადგილის, ფაქტიურად გაზის კამერის, რაც ასევე, არის დანაშაული პირდაპირ ვიტყვი და ეს არის მაგალითად მკვლელობის მცდელობა, რომელიც შეიძლება ასე იქნას ეს მოქმედება კვალიფიცირებული. დღეს რასაც ვხედავთ, ხდება გაუგონარი რაოდენობით, განუსაზღვრელი რაოდენობით, განუსაზღვრელი კონცენტრაციებით მათი გამოყენება, რომელზეც პასუხისგებლობა რომ დადგეს, იმათი იდენტიფიცირებაც ვერ ხერხდება, ვინაიდან არ არის ეს აიდენტიფიკაციო მონაცემები მითითებული მათ ეკიპირებაზე, თუ ვინ გამოიყენა, ვინ დაარღვია ეს კანონი. როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ შემთხვევაში, ეს არის პირველ რიგში განრიდება იმ ადგილიდან, სადაც მოხდა ამ ნივთიერებების გამოყენება, რაც სამწუხაროდ ხშირად ეზღუდება მომიტინგეებს, ვინაიდან მოქცეული არიან ისინი ალყაში და ესეც რასაკვირველია, ძალიან დიდი დარღვევა, ნებისმიერ შემთხვევაში უნდა განვერიდოთ ამ ადგილს, დამუშავება ამ დაზიანებული, კონტამინირებული ადგილების უნდა მოხდეს წყლით, რომელიც შეიძლება ზრდიდეს ტკივილს დროებით, მაგრამ შემდეგ ესეც გაივლის, ჯობია ფიზიოლოგიური ხსნარის გამოყენება, ტანსაცმელი შემდეგ უნდა დამუშავდეს, უნდა გაირეცხოს აუცილებლად ცალკე სხვა ტანსაცმლისაგან, ან თუ შესაძლებლობაა, საერთოდ უნდა მოხდეს მათი განადგურება. და ასევე ის ქუჩები, რომ სადაც მოხდა ეს ასეთი ჩარევა, აუცილებლად მათი დეკონტამინაცია უნდა მოხდეს, რაზედაც პასუხისგებელია იგივე მაგალითად ჩვენი დაავადებათა კონტროლის ცენტრი, რომელმაც უნდა დააორგანიზოს და ზოგადად ჯანდაცვის სამინისტრო. თუ კი განვიხილავთ, არის თუ არა ეს ადამიანის უფლებების დარღვევა, ირიბი ისმის კითხვა ხოლმე, ეს არის პირდაპირი დარღვევა ადამიანის უფლებების და ძალიან უხეში წესით, რასაც ჩვენ ვხედავთ გარეგნულად დაზიანებებს ნაცემ ადამიანებს, ეს ყველა ხედავს. ანუ ჩვენ ასევე უნდა გავამახვილოთ ყურადღება უხილავ დაზიანებებზე, რომელსაც აყენებს ადამიანებს იგივე ამ ლაკრიმატორების არასწორი კონცენტრაციით, არასწორი გადამტანის საშუალებებით მათი გამოყენება და მოკლედ ზოგჯერ ხედავთ, რომ პირდაპირ წვიმაა იმ ასე ვთქვათ ჭურვების თავზე გვეყრება, რომლებიც არის წარმოდგენილი ზუსტად ამ ფხვნილით, რომელიც სულ სხვაგვარად უნდა იქნას მოხმარებული. იმის ფონზე, რაც ახლა თქვენ მოისმინეთ, იკრძალება ნიღბების ტარება აქციებსა და მანიფესტაციურ შეკრებებზე. ანუ, ვითომდე დანაშაულის პრევენციის მიზნით, ისევ მოქალაქეები დატოვეს სრულიად დაუცველები იმ გაუგებარი ნივთიერებების წინაშე, ისე რომ არავინ ხსნის, რატომ უნდა დაიცვას, უпростоრად როგორ უნდა დაიცვას მოქალაქემ თავი ამ საშიში კვამლისგან თუ მომწამლელი წყლის ჭავლისგან. ანუ, სპეციალისტებისთვის ეს არგუმენტი საკმარისზე მეტია იმაში დასარწმუნებლად, რომ ზოგადად ადამიანი და მისი ჯანმრთელობა, ადამიანების უსაფრთხოება და უფლებები დღეს ქვეყანაში უზენაესი აღარ არის და პიროტექნიკის აკრძალვის რეალური მიზეზი ძალოვნების დაცვასა და არა მოქალაქეებზე ჯანმრთელობაზე ზრუნვის გამოხატულებაა. ახლა გადავიდეთ გარემოს დაცვის კომპონენტზე. პიროტექნიკის აკრძალვაზე როცა საუბრობს, ოცნება, რომ არც გარემოზე ზრუნავს, ამას ისიც ადასტურებს, რომ გარემოს დამცველები მედიკოსებთან ერთად დიდი ხანია ითხოვენ მის აკრძალვას და არა ლიცენზირებას. მაგრამ წლებია ამ მოთხოვნას ყურს არავინ თხოვნის. საქმე ისაა, რომ ფოიერვერკის გასროლისას
ატმოსფეროში. ქიმიკატების მთელი ნაზავი იფრქვევა. ფოიერვერკის ნათელი ფერები და ორნამენტები მეტალის ნაერთების ერთმანეთთან შერევით მიიღება, როგორიც არის ბარიუმი ან ალუმინი, რაც ძალიან აბინძურებს გარემოს და ვნებს ადამიანის ჯანმრთელობას. აფეთქებისთვის საჭირო ჟანგბადის წარმოებისთვის ფოიერვერკების უმეტესობა შეიცავს ოქსიდისტორებს, რომლებიც ცნობილია როგორც პერქლორატები. ეს ნივთიერება დიდი ხნის განმავლობაში რჩება გარემოში და აბინძურებს ჰაერს, ტბებს, მდინარეებს. გარდა ქიმიური ნაერთებისა, ფოიერვერკი მზადდება პლასტმასას, მუხავს და სხვა ნაწილაკებისგანაც. როდესაც ფოიერვერკი ჰაერში ფეთქდება, მას ეს ნაწილაკები სცვივა და ხვდება ნიადაგში, რომლის გადამუშავებასაც მრავალი წელი სჭირდება. საქართველოს მწვანეები დედამიწის მეგობრების თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე სხვა გარემოს დამცველებთან ერთად არაერთი წერილითა თუ პეტიციით საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით წლების განმავლობაში ითხოვდა მის აკრძალვას. მთავრობის ინიციატივის პასუხად ჩხობაძე ახლა ამბობს, რომ პიროტექნიკის ლიცენზირება პრობლემას კი არ მოაგვარებს, უფრო გაამწვავებს, რადგან კორუფციული რისკები იზრდება. ზოგადად პიროტექნიკა მანდამაინც კარგია ესეთი გაფრქვევის თვალსაზრისით არ არის ჰაერში, იმიტომ რომ ეს დენტი ილექება საბოლოო ჯამში და პრობლემას ქმნის ტროპოსფერული ოზონთან დაკავშირებით, იმიტომ რომ დამატებით დაბინძურების კერა არის და სერიოზული პრობლემა. თავიდანვე ვითხოვდით, რომ აიგზალოს, არის ბევრი ქვეყანა, ჩვენი მეზობელი ქვეყნებიც არის, სადაც აკრძალულია პიროტექნიკის გამოყენება და სამწუხაროდ არანაირი ქმედითი ესე ვთქვათ, გადაწყვეტილებები სახელმწიფოსგან გაკეთებული არ. დღეს დადგა ეს საკითხი პიროტექნიკასთან დაკავშირებით, ჩემთვის ცოტა გაუკვირველია, რატომ მანდამაინც დღეს გასაგებია, რომ ვიღაცები ძალიან შეწუხდნენ ეთყობა ამასთან დაკავშირებით, როგორც იქნა მიხვდნენ, რომ პრობლემატური თემა არის პიროტექნიკა, მაგრამ აქ ისევ არ არის ლაპარაკი ამ კანონპროექტში, არ არის საუბარი იმაზე, რომ აიგზავნოს. არის საუბარი, რომ რეგლამენტირება გავაკეთოთ და ლიცენზირება გავაკეთოთ, რაც ჩემთვის არის აბსოლუტურად მიუღებელი. იმიტომ რომ ამ შემთხვევაში უფრო უარეს სიტუაციას მივიღებთ, არა დადებიც, არამედ უფრო უარყოფით. ძალიან იზრდება კორუფციის ნაწილი ამ იმაში, ვინ მიიღებს ლიცენზიას, ვინ არ მიიღებს ლიცენზიას, რა პირობებით მიიღებს. ეს ყველაფერი გაუგებარი საერთოდ და არის რიგი ქვეყნები, რომელიც მარტო სახელმწიფოს აძლევენ უფლებას პიროტექნიკის გამოყენების ძალიან დიდი დღესასწაულების შემთხვევაში და სხვა ანუ პირებს, ფიზიკურ პირებს ამის უფლება არ აქვს. ჩვენ ვითხოვთ აკრძალვას და არავითარ რეგლამენტირებას. უბრალოდ აკრძალვას. იმიტომ რომ ეს არის ასახიჩრებს ჩვენ თაობას და არის პრობლემა. ასეთი პირდაპირ გამოყენების უფლება მეზობელს აზერბაიჯანში აკრძალვა სრულად პიროტექნიკის გამოყენების. სრული აკრძალვა საერთოდ ვერ შეიძლება. რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია, აგრეთვე არის რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია, ბევრი ევროპულმა ქვეყანამ ვარი ამასთან დაკავშირებით, მხოლოდ აი დიდ განვითარებულ ქვეყნებს მხოლოდ სახელმწიფოს აქვს უფლება გამოიყენოს პიროტექნიკა და არავითარ შემთხვევაში კერძო პირებისთვის ეს არ არის დაშვება. ნინო ჩხობაძე იმასაც ამტკიცებს, რომ პიროტექნიკის აკრძალვის პარალელურად უნდა აიკრძალოს იმ გაზის გამოყენებაც, რომლებსაც ძალოვანი დანაყოფები იყენებენ აქციების დასაშლელად. გარემოს დამცველი ხაზს უსვამს, რომ თუ სხვა ქვეყანაში დაშვებულია ცრემლსადენი გაზის გამოყენება, იციან კონკრეტულად რომელ ნივთიერებასთან აქვთ ადამიანებს საქმე. ჩვენთან კი უცნობია, რომელ ქიმიურ ნივთიერებას აფრქვევენ, არადა ეს წესით საჯარო ინფორმაცია უნდა იყოს. შინაგან საქმეთა სამინისტრო და ჯანდაცვის სამინისტრო ამაზე მოქალაქეების ინფორმირებას უნდა ახდენდნენ. იმ ფონზე, როცა ეს იგზალება, პარალელურად უნდა აიგზალოს გაზის გამოყენება, რომელიც არის გაურკვეველი წარმოშობის და პოლიციურმა ქვედანაყოფებმა ეს გაზი გამოიყენა თუნდაც დემონსტრაციასთან და ჩვენ დღესაც არ ვიცით რა შედეგებს მოგცემს ესა. იმიტომ რომ არ ვიცით ჯერ ერთი რა ნივთიერებები იყო გაფრქვეული ჰაერში და რა მოხდა და დღესაც კი
არის კიდევ სუნიარი რუსთაველზე და პრობლემებს წარმოადგენს აბსოლუტურად და ხალხს ალერგიული რეაქციები ეწყება ამ როდი გამოყენებულ გაზთან მიმართებაში, იმიტომ რომ ჩვენთვის ეს გაუგებარია. იყო ინფორმაცია, რომ წყალშიც გაურიეს ეს გაზი და შესაბამისად ახალგაზრდებს ძალიან სერიოზული ესე ვთქვათ რეაქციები ჰქონდა ამასთან მიმართებაში, ანუ ადამიანის სხეული ამას ვერ იტანს და არის პრობლემატური. ანუ ვფიქრობ, რომ ესეც კი უნდა იყოს აკრძალული საქართველოში, იმიტომ რომ მე რა რომ ზოგიერთ ქვეყნებში არის დაშვებული ცრემსადენი გაზის გამოყენება, ოღონდ იციან ზუსტად რომელი ნივთიერებაა და აქ ჩვენ არ ვიცით რა ნივთიერებას ვიყენებთ. იმიტომ რომ ეს გაუგებარია. მთელი ქიმია არის მენდელეევის ტაბულა გაშვებული რუსთაველზე და არის პრობლემატური თემა და ჯერ კიდე არ ვიცით რა შედეგებს მივიღებთ საერთო ჯამში. იმიტომ რომ ბევრი ახალგაზრდა არის რუსთაველზე გამოსული და შესაბამისად მათთვის ეს პრობლემა რა შედეგები მოყვება ამას არ ვიცით. რა მოხდება ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არ ვიცით, იმიტომ რომ არ ვიცით რა ნივთიერებები იყო გამოყენებული, უბრალოდ დღესაც კვალი ჩანს რუსთაველზე ამ გამოყენებული გაზის. ანუ როგორც ერთი უნდა იყოს აკრძალული, ასევე მეორე უნდა იყოს აკრძალული და ვიყოთ თუ ვიძახით რომ ევროპული ქვეყანა ვარ და მივდივართ ევროპაში და ჩვენ რაღაცებს ვერ ვგებულობ, მაშინ გავასწროთ ევროპას ამ ნაწილში და საერთოდ ავგზავნოთ პოლიციური ძალებისთვის გამოყენება თუნდაც გაზების ნებისმიერი ცრემსადენი ან სხვა ტიპის გაზების, ან ეს იყოს გაფრთხილება რა ნივთიერება იქნება გამოყენებული და რა არ იქნება გამოყენებული, არასოდეს რა იქნება აკრძალული. შედეგებს ჩვენ ვნახავთ ცოტა უფრო გვიან, იმ წუთასვე შეიძლება შედეგი არ იყოს და ამიტომ ჩვენ მომავალ თაობას ნუ დავუღუპავთ ამასთან დაკავშირებით, იმიტომ თვითონ პოლიციელებიც კი ვინც ამას იყენებს, ისინიც არ არიან დაცულები, იმიტომ რომ ნიღაბი არ იცავს ამისგან, შესაბამისად მათთვის არის პრობლემა თუ რესპირატორის სპეციალური რესპირატორი არ არის გამოყენებული, სხვანაირად ეს ვერ მოქმედებს, ანუ ვერ აირიდებ თავს. თვითონ ვინც იყენებს, ისეც კი დარტყმის ქვეშ არის და იქაც ახალგაზრდები არიან, 19-20 წლის ახალგაზრდები არიან, რომელსაც ფაქტიურად ეს არის ჩვენი გენოფონდი, რომელსაც ჩვენ ვღუპავთ დღეს და რა შედეგებს მოიტანს ეს ხვალ, ჩვენ არ ვიცით. ამიტომ ვამბობ, რომ არანაირი რეგულაციები ამ სიტუაციაში არ უნდა მოხდეს, უნდა მოხდეს პირდაპირი აკრძალვა და არანაირად არ უნდა იყოს ხელშეწყობილი, რომ ვიღაცამ უფრო კარგად გააკეთა ლობირება რომელიმე უწყებაში და მიიღო ლიცენზია და ვიღაცამ ვერ მიიღო ლიცენზია, ეს უფრო ვარესია, ანუ კორუფციის საშუალებას ვიძლევით, ორმაგი წაკითხვის საშუალებას ვიძლევით, რაც ყოველად დაუშვებელია პიროტექნიკასთან მიმართებაში. ისევე დაუშვებელია გაზის გამოყენებასთან. საერთაშორისო რეესტრი არსებობს, რომელი ნივთიერება შეიძლება იყოს გამოყენებული, რომელი არ შეიძლება იყოს გამოყენებული. თქვენ ხო წარმოგიდგენიათ, ეს არის ქიმიური იარაღი. ამიტომ აკრძალვის ქვეშ არის საერთაშორისო კონვენციების მხრიდან. მე არ ვიცი რა გამოიყენებს. ჩვენ ვართ რამდენიმე კონვენციის მხარე, რომელიც გძალავს ესეთ ქიმიური ნივთიერებებს. მე არ ვიცი რომელი ნივთიერება არ ვიცი, ამიტომ ვერ ვამოწმებ რა ნივთიერება არის გამოყენებული. რა აქვთ შეიარაღებაში? არ შეიძლება ესე. ეს უნდა იყოს აბსოლუტურად კი. დავუბრუნდეთ ისევ პიროტექნიკას და მინდა კლიმატის ცვლილებაში მის წვლილზეც გავამახვილოთ თქვენი ყურადღება. ფოიერვერკების გამოყენების შედეგად ატმოსფეროში მნიშვნელოვნად იზრდება მყარი ნაწილაკების PM კონცენტრაცია და ეს შესამჩნევია რამდენიმე დღის გასვლის შემდეგაც კი. მართალია ის ჰაერში გაფრქობის შემდეგ მთელ გარემოს აბინძურებს, თუმცა კლიმატის ცვლილებაში მისი წილი არც ისე მაღალია. განსხვავებით იმ გაზისგან, რასაც საპოლიციო ძალები იყენებენ აქციების წინააღმდეგ. ორიოდე სიტყვა თქვა მინდა გითხრათ პიროტექნიკასა და კლიმატის ცვლილებების შორის კავშირის შესახებ და პიროტექნიკის მნიშვნელობაზე და როლზე კლიმატის ცვლილების საქმეში. მოგეხსენებათ, კლიმატის ცვლილება ეს არის ხანგრძლივი პროცესი, რომელიც ძირითადად ადამიანის საქმიანობით არის გამოწვეული და ძირითადად უკავშირდება საწვავი წიაღისეულის წვას. ცხადია, ძალიან უმნიშვნელო წვლილი პიროტექნიკის გამოყენებას, ძალიან უმნიშვნელო, შეიძლება ითქვას, რომ ვერც კი ქმნის
გარკვეულ ცვლილებებს ვერ შეაქვს თავის წვრილი კლიმატის ცვლილების პროცესში, იმიტომ ძალიან ბევრი მიზეზი გამო, მაგრამ მთავარი მიზეზი არის ის, რომ ჯერ ეს ერთი პიროტექნიკა უნდა იყოს ძალიან დიდი რაოდენობით გამოყენებული, აი არ ვიცი, კოლოსალური რაოდენობით გამოყენებული, რომ რაიმე გავლენა მოახდინოს იქ გამოფრქვეული აირების თვალსაზრისით. მეორე პიროტექნიკის გამოყენება არ ხდება ინტენსიურად, ეს არის გარკვეული პერიოდები, ძირითადად რაღაც ახალი წელი და სხვადასხვა თქვათ დღესასწაულები. შესაბამისად, ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ პიროტექნიკის გამოყენება არ ცვლის კლიმატ და გამოყენებას არ შეაქვს მნიშვნელოვანი წვლილი კლიმატის ცვლილების საქმეში. თუმცა მეორე წრე თუ შევხედათ, აქვე ვიტყვი, რომ ჩვენ უკვე ძალიან ბევრი წელია ვლაპარაკობთ პიროტექნიკის შეზღუდვებზე, განსაკუთრებით იმიტომ, რომ აი მაგალითად იგივე ცხოველების ქცევასთან დაკავშირებით, მათში შიშებს იწვევს, ძალიან ბევრ ცხოველს ეშინია, ძაღლებს ხო განსაკუთრებით და ასე შემდეგ. ერთი რამ აუცილებლად მინდა აღვნიშნო, ისევ პიროტექნიკასთან დაკავშირებით ცხადია, პიროტექნიკის გამოყენება არაფერია იმასთან შედარებით, რა ზიანსაც აყენებს ადამიანებს უპირველესად და ცხადია მე გარემოსაც ის მომწამლავი ხუთავი აირები, რომელიც გაშვებაც მოხდა რუსთავის მოედანზე, რუსთავის ქუჩაზე და ის მომწამლავი წიწაკიან გარეული წყალი, რომელიც იღვრება იქ. სწორედ ეგ არის გარემოს დაცვითი მიმართულებით ყველაზე დიდი ზიანის მომტანი და აი ძალიან ბევრი წერს უკვე და თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, რომ იქ რაც მცენარეები ხარობ და აი ამ 10 თუ 12-13 დღის განმავლობაში ამ მცენარეებმა იმდენი მიიღეს, ასე ვთქვათ, ეს წიწაკიანი სპრეები და ეს გაზის კაფსულებიდან გამოფრქვეული ნივთიერებები, რომ ყდომა დაიწყო. აი ამაზე უნდა იფიქროს გარემოს დამცველებმა და ამ კუთხით უფრო უნდა შეხედონ ამ ყველაფერს, რომელი უფრო უნებელია და რომლის გამოყენება და შეზღუდვა უნდა მოხდეს თუნდაც რეგულაციების მიხედვით. გარემოს დაცვაზე საუბრისას ოცნებამ ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ პიროტექნიკა საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ადამიანებს, არამედ ფრინველებსაც და ცხოველებსაც. მართალია, ცხოველების თუ ფრინველების ნაწილი ფოიერვერკების შედეგად იღუპება და ეს ასე იყო მთელი იმ წლების განმავლობაშიც, როცა მისი აკრძალვის მოთხოვნას უგულებელყოფდნენ, ასე რომ ჯანდაცვის სპეციალისტებთან და მედიკოსებთან ერთად არც გარემოს დამცველებს და არც ცხოველთა უფლებადამცველებს ჯერათ ოცნების მზრუნველობის. ორგანიზაცია Animal Project-ის თანადამფუძნებელი ნათია ჩიქოვანი, რომელიც წლებია საქართველოს მასშტაბით უპატრონო ცხოველებს ეხმარება, ადასტურებს, რომ პიროტექნიკის გამოყენებით ცხოველები ისტრესებიან. ზოგი მათგანი გულის შეტევითაც კი კვდება პიროტექნიკის გამო. განსაკუთრებით უჭირთ იმ დროს გარეთ მყოფ ცხოველებს, მიუსაფარ ძაღლებს, კატებს და ცხოველებს ზოოპარკშიც. ასევე ფრინველებსაც. პიროტექნიკის ძლიერი ხმა, კვამლი და ნაპერწკალი ხდება ცხოველების თუ ფრინველებისთვის მომაკვდინებელი. თუმცა პიროტექნიკის აკრძალვის გარეშე მხოლოდ ლიცენზირებით ეს პრობლემა ვერ მოგვარდება. ფრინველს და ცხოველს ერთნაირად სტრესავს ან კლავს ლიცენზირებული და ულიცენზიო საახალწლო ფოიერვერკი. გარდა ამისა, ნათია ჩიქოვანი ხაზს უსვამს, რომ ქართულმა ოცნებამ 12 წლის განმავლობაში არან ვერ მოაგვარა საქართველოს მოსახლეობისთვის სამი ყველაზე მნიშვნელოვანი სოციალური პრობლემიდან ერთ-ერთი ძაღლების და კატების ჰიპერპოპულაცია და მიუსაფარი ცხოველების პრობლემა. დღეს ქვეყანაში სავარაუდოდ 500,000-მდე მიუსაფარი ძაღლი და კატაა და ამის მიზეზი ჩიქოვანის მტკიცებით არის გაუმართავი კანონმდებლობა და უპასუხისმგებლო არაპროფესიონალი და კორუფციული აღმასრულებელი სტრუქტურები. ამ ფონზე ფოიერვერკების აკრძალვა ცხოველთა უფლებების ვითომ და დაცვის სარჩულქვეშ ცხოველთა უფლებადამცველებისთვის ოცნების მორიგი ტყუილია და მეტი არაფერი. ფოიერვერკები დღეს ქართველი ხალხისთვის დარჩა ერთადერთი თავდაცვის საშუალებად იმ არაიდენტიფიცირებადი და არაუფლებამოსილი ბრჭყალებში სამართალდამცავი პირებისგან თავის დასაცავად, რომელიც სასიკვდილოდ ასისხლიანებენ და ძვლებში ლეწავენ მოქალაქეებს. თქვენ იცით, რომ არა მხოლოდ რობოკოპები და რაღაცა მათი აქტივი, არამედ ისევე ხელისუფლების
მისვე მიერ დაქირავებული ეგრეთ წოდებული ტიტუშკები და სხვა კრიმინალური პოლიციის და პატრულის თანამშრომლებიც კი აბსოლუტურად უკანონოდ იქცევიან უკვე ძალიან ბევრი დღეა საერთოდ ქვეყანაში მოშლილია ყველანაირი სამართალი და რა ახალ კანონზე გვესაუბრებიან, როდესაც არც ერთი არსებული კანონი არ დაუცვიათ ჯერ და საერთოდ რა ახალ რეგულაციებზე გვესაუბრებიან, როდესაც არც ერთი არსებული რეგულაცია თუ დადგენილება არ შეუსრულებიათ არა მხოლოდ ვთქვათ სისხლზე და ადმინისტრაციულზე ვსაუბრობთ აქ, რომელიც ვთქვათ შეკრება მანიფესტაციის თუ დაშლის თუ ჩხრეკის თუ დაკითხვას ეხება, ვთქვათ მოქალაქეების, არამედ საუბარი მაქვს ისევ და ისევ ვთქვათ რითაც შეფუთავენ ახლა ხო ამ კანონის შემოღებას ვსაუბრობ, ისევ და ისევ ცხოველების კეთილდღეობაზე, გარემოს დაცვაზე, ეკოლოგიაზე და ასე შემდეგ. ანუ არსებულ კანონებს, რომლებიც უწერიათ, ამას არასრულებენ და ახლა ახალ კანონს შემოიღებენ და ამით აპირებენ, რომ ვთქვათ, დაიცვან ცხოველების კეთილდღეობა, გარემო, ეკოლოგია და ადამიანები. ანუ აქეთ ვართ ჩვენ მათგან დასაცავი დღეს და ყველანაირი მსგავსი ინიციატივა არის ფარისევლობა, კიდევ ერთხელ ვიტყვი, თვალებში ნაცრის შეყრა, კიდევ ერთი ტყუილი, კიდევ ერთი манипуляция, კიდევ ერთი რეპრესიის ფორმა, კიდევ ერთი დაშინების და დიქტატურის და ტერორის დამყარების მცდელობა ქვეყანაში. ეს არ ემსახურება არაფერს კარგს და არავის კეთილდღეობას. აბსოლუტურად. ორგანიზაცია Animal Project-ის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულია უამრავი ფოტო და ვიდეო მასალა, რომელშიც ჩანს აქციაზე მყოფი უამრავი ცხოველი, ძირითადად ქუჩის მიუსაფარი ძაღლები. პარალელურად ნათია ჩიქოვანი იხსენებს წელს 23 ოქტომბერს თბილისში თავისუფლების მოედანზე პარტია ქართული ოცნების დასკვნით წინასაარჩევნო ღონისძიების ორგანიზებისთვის თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლების მიერ მიუსაფარი ძაღლების გაყვანის ფაქტს თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან. მაშინ ეს გადაწყვეტილება ცხოველთა მონიტორინგის სამსახურმა ცხოველთა უფლებების დაცვით ახსნა. მე მინდა ამოგიკითხოთ ეს წინადადება. ხალხმრავლობამ და ხმაურმა შესაძლოა გამოიწვიოს მათი დაბნეულობა, დააფრთხოს ისინი, ან შესაძლოა მოხდეს დაკბენა და სხვა. ამიტომ მათსავე უსაფრთხოების მიზნით ცხოველებზეა საუბარი, ისინი თავშესაფარში სრულად იზოლირებულ სივრცეში ერთად იმყოფებიან და დასრულებისთანავე დაუყოვნებლივ უკან დაბრუნდებიან. დაწერა მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენელმა მარიამ ცერცვაძის მოქალაქის პოსტის კომენტარად. თუმცა დღეს, როცა 28 ნოემბრიდან დღემდე აქციაზე შეხლა-შემოხლა დაჭერები, დარბევები, ცემა, პიროტექნიკის გამოყენება, წიწაკიანი წყლის ჭავლი, გაზის კაფსულებია გამოყენებული, მიუსაფარი ცხოველები მონიტორინგის სამსახურს არ გახსენებია. ამით ცხოველთა უფლებადამცველი ხაზს უსვამს საკუთარ თავსა და საჭიროებებზე მორგებულ ფასადურ და მოჩვენებით პოლიტიკას, რაც მისივე შეფასებით ოცნებამ დააკანონა ამ ქვეყანაში. ერთი დიდი ტყუილია ეს ყველაფერი, რასაც ქართული ოცნება დღეს მოსახლეობას უყვება და ეუბნება, რომ ის ზრუნავს როგორც ცხოველებზე, ასევე ადამიანებზე, მაშინ როდესაც მართლაც რომ ისინი იყენებენ გაზის კაფსულებს, რომლებიც ძალიან მომწამვლელია, გარდა ამისა, წიწაკის სპრეისა და წყლის ჭავლსაც იყენებენ ერთდროულად, რაც საერთაშორისო სტანდარტის დარღვევაა. და თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ მცენარეებსაც სერიოზული საფრთხე ექმნებათ, მაგრამ მცენარეებამდე ძალიან ბევრ ადამიანს აქვს რესპირატორული პრობლემები, მაგალითად ასთმა და ასე შემდეგ და იმდენად შორს ისვრიან გაზის კაფსულებს, რომ არის ხოლმე სიტუაცია, რომ აბსოლუტურად მოშორებით, ყველანაირი ეგრეთ წოდებული ეპიცენტრისგან მოშორებით, უცბად შეიძლება ვიღაც 70 წლის თავს დაუვარდეს ფეხებთან ის გაზის კაფსულა, რომელიც გაქცევასაც ვერ მოასწრებს, იმიტომ რომ იყო სიტუაცია, რომ ნემს ვერ ჩააგდებდი, იმდენი ხალხი იყო ხოლმე აქციაზე, როცა შუაში ვარდებოდა გაზის კაფსულა. ეს არის ადამიანის გამიზნულად მოწამვლა. ასევე ერთ დეტალსაც გავიხსენებ, ცხოველთა მონიტორინგი, თბილისის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ ქართული ოცნების დაანონსებული აქციიდან რამდენიმე საათით ადრე, რომ უცბად ხელი დაავლო ცხოველებს და მათი გადაყვანა დაიწყო.
არ ვიცი სხვა ტერიტორიაზე თუ თავშესაფარში და ამის მიზეზად მან დაასახელეს ცხოველების უსაფრთხოება. ძალიან მაინტერესებს დღეს, როდესაც რამდენი დღეა უკვე გაზებს გვახლაპებს ქართული ოცნება და მათ შორის ცხოველების მთელი სასუნთქი გზები აქვთ დამწვარი, ახლა აღარ არის ცხოველების უსაფრთხოება დასაცავი. მართლა ძალიან მაინტერესებს დღეს რანაირად არ ირღვევა ცხოველების უსაფრთხოება და რანაირად არ არიან ისინი 100-ჯერ, 1000-ჯერ და მილიონჯერ უფრო საფრთხეში, ვიდრე იყვნენ ქართული ოცნების აქციაზე. შესაბამისად, ეს ყველაფერი არის ერთი დიდი ტყუილის ნაწილი, სისტემა და ყველა სახელმწიფო სტრუქტურა სამწუხაროდ ჩართულია ამ ტყუილის გამართლებაში და არაფერი საზოგადოების კეთილდღეობისთვის არ ხდება. პირიქით, აირწინაღების და სათვალეების გაყიდვაც კი აუკრძალეს კერძო სექტორს იმისთვის, რომ ჩვენ გაზისგან თავი ვერ დავიცვათ. საერთოდ მე ვეტყოდი ქართულ ოცნებას, რომ 12 წელია მას მიუსაფარი კომპანიონი ცხოველების პრობლემა არ მოუგვარებია, 12 წელია მას არ მოუგვარებია ძალიან ბევრი პრობლემა ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის მიმართულებით. მდგომარეობაშია ზოგადად გარემო და ბუნება და რა ხდება, რა განუკითხაობა ყველა მიმართულებით და თვალში ნაცარს ნუგვაყრიან და მართლა არ ვიცი რა კატეგორიას მოსახლეობის რა კატეგორიას ჯერა დღეს იმის, რომ ქართული ოცნება რაიმეს საერთოდ მოსახლეობის ცხოველების ფლორისა თუ ფაუნის სასიკეთად აკეთებს. აგროსიახლებმა სპეციალისტების წამოწეული ყველა საკითხი პასუხისმგებელ უწყებებთან რა თქმა უნდა მიიტანა. ცხოველთა მონიტორინგის სამსახურში ვიკითხეთ, დღეს რატომ არ არის მათთვის ცხოველთა უფლებები ღირებული. პრესსამსახურმა გითხრა, რომ ამ მოთხოვნით მისთვის არავის მიუმართავს, თუმცა ვერ გვპასუხობენ, ვინ მიმართა მათ 23 ოქტომბერს, როცა ოცნების შეკრების ადგილს მოაშორეს ცხოველები. რუსთაველზე გამოყენებული ნივთიერებების ჩამონათვალი, პროპორცია და რეგლამენტი გამოვითხოვეთ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან. აქაც და ჯანდაცვის სამინისტროსგანაც და ასევე გარემოს დაცვის სამინისტროსგანაც მოვითხოვეთ განმარტება. თუ იყვნენ ჩართულნი პიროტექნიკის რეგულირების და ნიღბების ამკრძალავ კანონპროექტის კანონშემოქმედებით პროცესში და რა ფორმით იყვნენ ჩართულნი. იგივე ვიკითხეთ ომბუდსმენის აპარატშიც. ჩამოთვლილ უწყებათაგან მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოგვეხმაურნენ და გვაუწყეს, რომ როგორც წესი შეკრება მანიფესტაციის დროს მუშავდება უსაფრთხოების სამოქმედო გეგმა. სპონტანური შეკრების მანიფესტაციის ჩატარების შემთხვევაში კი უსაფრთხოების გეგმის შემუშავება ხორციელდება სპონტანური შეკრების მანიფესტაციის დაწყებიდან გონივრულ ვადაში. სამოქმედო გეგმას ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ან მის მიერ უფლებამოსილი პირის სახელმწიფო საიდუმლოების მოთხოვნათა დაცვით. შესაბამისად, სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე მისი ხელმისაწვდომობა შეზღუდულია საიდუმლოებაზე დაშვების არ მქონე პირთათვის. ბოლოს გეტყვით, რომ საქსტატის მონაცემებით საქართველოს 2024 წლის 10 თვეში 6.400.000 დოლარის ღირებულების 813 ტონა პიროტექნიკა შეიძინა, რაც გასული წლის იმპორტის ღირებულებას 27.5%-ით, ხოლო რაოდენობას 62.1%-ით აღემატება. საქართველოს ფოიერვერკებს, სასიგნალო შუშხუნებს, წვიმის რაკეტებს და სხვა პიროტექნიკურ ნაწარმს ძირითადად ბულგარეთში, ჩინეთში, პოლონეთში, ჩეხეთსა და ავსტრიაში ყიდულობს. ამით აგროსიახლეები დასრულებულია. ყველაფერზე რაც ეხება აგროს და გარემოს გიყვებით ჩვენ. რეგულარულად გთავაზობთ მასალებს სტატიების, აუდიოს და ვიდეოს სახით. ჩვენს Facebook გვერდზე აგროსიახლეები, მოიწონეთ და გამოიწერეთ ჩვენი სოციალური ქსელი, მოგძებნეთ და გახდით ჩვენი მიმდევრები ასევე Instagram-ზეც და YouTube-ზეც. შეგიძლიათ შემოგთავაზოთ თქვენთვის საინტერესო და აქტუალური თემებიც. მოკლედ, ძალიან აქტიურები ვართ ონლაინ და ინტერაქციულები ვართ აუდიტორიასთან. ჩვენი გადაცემის ნახვა კი შეგიძლიათ როგორც აგროგარემო TV-სა და მაუწყებელთა ალიანსის წევრი რეგიონული მაუწყებლობის ეთერებით, აგრეთვე ვებგვერდზე აგროგარემოჯი. ერთი კვირით გამშვიდობებით.